მე მსურს გამოვეხმაურო გუშინ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თუ ამას განცხადებას უწოდებთ, ამ შემთხვევაში შავ პიარს და ჭორაობას პროკურატურისა, ვინაიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა გუშინ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საერთოდ გავიდა სამართლებრივი ველიდან და არანაირი მას შემხებლობა არ ქონია მათ საუბარს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მხარეები ამ შემთხვევაში ადვოკატები, პროკურორები და სასამართლო მოქმედებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესებით. ეს არის ჩვენი ამომავალი ამ შემთხვევაში წერტილი. ხოლო საქართველოს მთავარ პროკურატურას გუშინდელ განცხადებაში საერთოდაც არ უხსენებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ის განცხადებები და ის სისრუეები, რაც მათ ტირაჟირება გაუკეთეს გუშინ, საერთოდ არ უთქვამს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელ ნორმაზე, რომელ მუხზე დაყრდნობით საუბრობდნენ. მე მინდა მოუწოდო საქართველოს მთავარ პროკურატურას. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ისაუბროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით და ნუ ჭორაობენ და ნუ შეყავთ საზოგადოება სიცრუეში. მე მათ მინდა შევახსენო. არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასეთი მუხლი, რომელიც არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 93 მუხლი, რომელიც პროკურატურას პირდაპირ იმპერატიულად ავალდებულებს, რომ უნდა გადმოგვცენ მტკიცებულებები. ხოლო ის მასკარადი გუშინ რაც პროკურატურა მოაწყო, მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურა შესულია სამართლებრივ ჩიხში, მათ გამოსავალი არ აქვს ამ შემთხვევაში, ვინაიდან ყველა მტკიცებულებას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. დღეების მდგომარეობით, რაც პროკურატურას მოპოვებული აქვს, არის დაუშვებელი მტკიცებულება. ხოლო ის რაღაც სასტუმრო ოთახების მოწყობა და ამ შემთხვევაში გაუგონარი რამ, რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის არ შემიძლია ახსნა მოუპოვო ამ ყველაფერს, ეს არის სამართლებრივ ჩარჩოებს საერთოდ აცდენლით, პიარის კუთხით, რასაც ისინი აკეთებენ, უკვე პიარ ტექნოლოგიებმა შეაფასონ და მე მგონი ამაზე ყველაფერზე იუმორისტებიც ალბათ შესაბამის, ასე ვთქვათ, განცხადებას გააკეთებენ. სხვა მე ახსნას ამას ვერ უპოვი. გარდა ამის არ შემიძლია ვთქვა, პირდაპირი თავდასხმა გუშინდელი ადვოკატების მიმართ, ლამის გვეგონა, რომ პირდაპირ ეთერში ბრალს გვიყენებდნენ ადვოკატებს და რისთვის აკეთებენ ამას? იმისთვის, რომ მათ სურთ, რომ ჩვენ როგორმე ბჭყალებში გაუპრავოთ, ამ შემთხვევაში მოუწეროთ ხელი ოგბზე, ვითომ და ჩვენ საქმის მასალებს ვეცნობით და შესაბამისად პროკურატურა იქნება ამ შემთხვევაში კმაყოფილი. მე მსურს ერთი რამ დავამატო. ჩვენ თუ საქმის მასალები არ გამოგვექცა ამ შემთხვევაში, რაოდენ პროკურატურამ კომფორტი არ უნდა შეგვიქმნათ, კომფორტი მთავარ პროკურატურაში ადვოკატისათვის გასაგებია, მაგრამ რაოდენ კომფორტიც არ უნდა შეგვიქმნას პროკურატურამ, ჩვენ წაკითხვით ამ შემთხვევაში საქმის მასალების წაკითხვით ჩვენ მათ უფლებებს ვერ დავიცავთ ამ შემთხვევაში. ბრალდებულის უფლებებს ვერ დავიცავთ და ზუსტად ამიტომ ამბობს კანონმდებელი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ამიტომ საუბრობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ადვოკატს ამ შემთხვევაში ბრალდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალები, ვინაიდან ჩვენ თუ მასალები არ გვექნა, ამ შემთხვევაში მსურს ეს აღნიშნო და იმედია გააშუქებთ ამას, ჩვენ თუ მასალები არ გვექნა, ვერ განვახორციელებთ დაცვას, ვერ ჩავატარებთ ექსპერტიზას და ვერ მივანიჭვეთ ამ შემთხვევაში პროკურატურას იმის სიამოვნებას, რომ ჩვენ ვითომ დაცვა განვახორციელოთ ბრალდებულების, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისათვის, რომ განვახორციელოთ დაცვა და ვიმოქმედოთ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის და კოდექსის შესაბამისად. გუშინ ასევე განაცხადეს პროკურატურაში, რომ ადვოკატებს შეეძლოთ მიემართათ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვისო და მათი ნებართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ ეს დიფისაიდო მასალები წაგებინათ. კი ბატონო, გასაგებია. კი პასუხებთ, სიამოვნებით კი პასუხებთ ამ კითხვაზე სიამოვნებით კი პასუხებთ. ჯერ ერთი კონდაზვერვის დეპარტამენტთან ჩვენ არანაირი შეხება არ აქვს. მანახოს მიმითისოს კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომლის საფუძველზე მე ადვოკატმა უნდა მიმართო კონდაზვერვის დეპარტამენტს. ჩვენ ვართ იურისტები და საუბრობს კანონზე დაყრდნობით ამ შემთხვევაში. მიმითითო ნორმა რის საფუძველზე უნდა მიმართო მე კონდაზვერვის დეპარტამენტს. ამ შემთხვევაში მონაწილე მხარე არის პროკურატურა. პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე და არა კონდაზვერვის დეპარტამენტში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კანონმდებელი პროკურატურას ავალდებულებს, რომ გადმოუცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები. მე არანაირი შეხება არ მაქვს კონდაზვერვის დეპარტამენტთან. მაგრამ ცნობისათვის თუ გაინტერესებთ, კონდაზვერვის დეპარტამენტს ფიზიკური პირი ვერ მიმართავს. ეს თუ გაინტერესებთ. მაგრამ როც კონდეთ შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ იურიდიულ ან ინდმეწარეთ რაღაც ესეთი რაღაც.
ნუ ახლა მაგათ მათ ფანტაზიას გუშინ მე მგონი ყველამ კარგად იხილა საზღვარი არ აქვს მათ ფანტაზიას მე მათ მოუწოდებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ენაზე გველაპარაკონ სამართლის ენაზე და ნუ კიდევ ასე ვთქვათ დეზინფორმაციებს ნუ ავრცელებენ და ნუ ჭორავობენ სამართლის ენაზე გველაპარაკონ კიდევ რამდენიმე რაღაცაზე ეკუსაუბრა ესე იგი კიდევ თუ სახალხო საიდუმლოების შესახებ კანონი ანუ უპირატესი ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსია თუ აი მე კიდევ გეუბნებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოქმედებს ადვოკატი, პროკურორი და შესაბამისად მოსამართლეც. ამ შემთხვევაში ამომავალი წელიწადი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაგრამ რო გავყვეთ დავუშვათ პროკურატურის ლოგიკას. სად წერია საერთოდ სიტყვა ადვოკატი სად არის ნახსენები საიდუმლოების შესახებ კანონში და სად ვის უგზალავს საიდუმლოების შესახებ კანონი ამ შემთხვევაში რას მიგზალავს მეს მითხრა. საიდუმლოების შესახებ კანონი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავარი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რასაც პროკურატურა ამას ვერ გაექცევა ვერასდროს ამ შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს ბუნებრივია ცდილობს საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანოს შეცდომაში იმ რაღაც ოთახების და კომფორტული გარემოს ჩვენებით, ნუ სრული აბსურდთანა გვაქვს საქმე, ვინაიდან პროცესიდან ეს ხალხი საქართველოს თავარი პროკურატურა თავიანთი ამ განცხადებით საქართველოს სისხლის სამართლის პროცესს არ აღიარებს. ვინაიდან მათ ერთი მუხლი არ მიუთითებიათ პროცესზე. თქვენ მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, კითხოთ, რაზე დაყრდნობით საუბრობს პროკურატურა. სისხლის სამართლის პროცესის ნორმა მიგვითითონ, მე ვლაპარაკობ ადვოკატი ამ შემთხვევაში და ვეუბნები და პასუხისგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, რომ ისინი ვალდებულები არიან, იმპერატიული ვალდებულება აქვთ კანონმდებლობის მიერ დაკისრებული, რომ გადმომცენ სისხლის სამართლის საქმის მასალები. პროკურატურამ საწინააღმდეგო მიმითითო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად. ჩვენ პროკურატურაში მივალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღასრულებენ კანონს ამ შემთხვევაში, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას და გადმოგცემენ სისხლის სამართლის საქმის ასლებს, მასალის ასლებს. და ეს მასალები გვჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ეს ხალხი, თორე ჩვენ ახლა პროკურატურაში, პროკურატურის შენობის დასათვალიერებლად ვერ მივალთ. ჩვენ გსურს მასალები, ანუ პროკურატურის შემოთავაზებ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივალთ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების წამოსაღებად, რასაც ამ შემთხვევაში ავალდებულებს კანონმდებელი პროკურატურას. სახელმწიფო საიდუმლოება მიუხედავად იმ კანონისა, რაზეც საუბრობთ და საუბრობენ იმას, რომ ვაკულის საფრთხე შეიძლება იყოს ამ საიდუმლოება. ანუ უნდა შეინახოს შესაბამისად. ირაკლის სესიაში უნდა გააკეთოს. გასაგებია, მე მესმის ახლა ზუსტად როგორც პოლიტიკოსები საუბრობენ, ისე საუბრობს პროკურატურა ამ შემთხვევაში. მე ყოველთვის ვერიდები და ჩემი კოლეგები პოლიტიკური კომენტარის გაკეთებას ამ შემთხვევაში. მაგრამ გუშინ პროკურატურამ ამ შემთხვევაში პროკურატურა გავიდა სამართლებრივი ველიდან და საერთოდ სამართლებრივი ჭრილში არ საუბრობდა. მაგრამ მე რაც შეეხება ხა თქვენ შეკითხვას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ცნობს ამ შემთხვევაში იმ დათქმას, რომ თუ საქმე გვაქვს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ადვოკატს არ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის მასალებს. გავს რამე სისხლის სამართლის პროცესი არ საუბრობს და არ აწესებს. სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად ჩვენ ადვოკატები გაფრთხილებულები ვართ. გამოაქვეყნოს პროკურატურამ ის ხელწერილი ამ შემთხვევაში, ის გაფრთხილების ხელწერილი, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ჩვენ გაფრთხილებულები ვართ, რომ ინფორმაცია არ გავცეთ ამ შემთხვევაში და არ გადავკარგოთ სისხლის სამართლის საქმის ასლების, ქსერო ასლები. ამაზე ვართ გაფრთხილებული ამ მაგრამ პროკურატურა არ გვაძლევს საქმის მასალებს. მე ვსაუბრობ და გეკითხებით. თუ მე გავეცანი სახელმწიფოს ინფორმაციის შემცველ ინფორმაციას და ამ შემთხვევაში გავიგე ამის შესახებ, რა მნიშვნელობა აქვს მე მეცოდინება და ვინმეს გავანდობ ამ ინფორმაციას, თუ ამ შემთხვევაში მექნება საქმის მასალები. კანონმდებელი საუბრობს, რომ მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ გავამჟღავნო და ამაზე ხელმოწერილი მაქვს დაწერილი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. კი ბატონო, თქვენ ეთყობა კარგად არ მისმენით და ახლავე აგიხსნით რა მნიშვნელობა აქვს. მე რომ საქმის მასალები თუ არ მექნა მე დღეის მდგომარეობით, მე ექსპერტიზას ვერ ჩავატარებ. მე ექსპერტ საქმის მასალები თუ არ მექნა და ასლები თუ არ მექნა, საკვლევად ვერ წარმოვდგენ. მტკიცებულებებია საჭირო ექსპერტ ელემენტარულად რო ვისაუბრობ. მტკიცებულებები მჭირდება რომ ექსპერტ საკვლევად წარუდგინო და ექსპერტმა თავისი დასკვნა გაცეთ. ეს პროკურატურამ ყველაფერი შესანიშნავად იცის და იმიტომ გვიბლოკავენ და
მეორე და მთავარი მიზანი კიდე რაც არის პროკურატურის, თუ გამჟღავნდა ეს ყველაფერი და თუ სახელმწიფო საიდუმლოების ასე ვთქვათ გრიფი, რომელიც ფორმალურად ადევს, რომ ყველაფერი ილაპარაკეს ღია ეთერში პროკურატურიდან დაწყებული პოლიტიკოსები დამთავრებული. აბსოლუტურად ყველაფერს ტირაჟირება გაუკეთეს, მაგრამ ამას ადევს ფორმალურად ეს გრიფი, მაგრამ ეს ფორმალური გრიფიც თუ მოიხსნა თქვენის მეშვეობით და თქვენ პირველ რიგში აი არ ჭირდება ამას იურისტი. ყველა დაინახავს ამ შემთხვევაში თუ რასთან გვაქვს საქმე. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება ხალხმა იმის რომ რომელიმე ბრალდებულმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. პირიქით ამ ხალხმა თავიანთი მოქმედებით ასარგებლეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ბატონო? კომპეტენციის პრობლემა პროკურატურისგან. იმიტომ რომ მოკლედ კი ბატონო. შეიძლება ესეც იყოს გამორიცხავ. მოკლედ საქართველოს თავარ პროკურატურაში ახლა ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთი კომპეტენტური ადამიანი ვერ მოინახა ამ შემთხვევაში, მაგრამ მათმა კარგად იციან რასთან აქვთ ახლა საქმე. ესენი არიან სამართლებრივი ჩიხში შესული, საიდანაც მათ გამოსავალი არ აქვთ უკვე. იქიდან ვერ გამოვლენ, ვინაიდან კანონმდებელი ეუნება დღეის მდგომარეობით ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. რაც მათ მტკიცებულებები აქვს მოპოვებული, ყველა არის დაუშვებელი მტკიცებულება, აბსოლუტურად ყველა დაუშვებელი მტკიცებულება და სასამართლოს კანონმდებელი ეუნება. თუ პროკურორმა ადვოკატს არ მიცემ და ბრალდებულს მტკიცებულებები, მის მიერ ნებისმიერი მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. ეს კარგად იცის პროკურატურამ და კარგად იცის პროკურატურამ თუ რა პროდუქტი უჭირავს ხელში თან ეგრეთ წოდებული მტკიცებულებების სახით. აქედან გამომდინარე, მისი გასაჯაროებას ბოლომდე შეეცდებიან რომ არ გააკეთოს. წინა ხელისუფლების დროსაც ყოფილა საქმეები, რომელიც კრიტიკულ საიტზე იცავდა და ჯარშების საფუძვლად წავიღებთ. მე მაინტერესებს აი ადვოკატებს თუ შეშინიათ მაშინ პრობლემა რომ სახელმწიფო საიდუმლოების კოდები. კი ბატონო, გესმით. მე წინა ხელისუფლების დროს ამ შემთხვევაში როგორც ასეთი გრიფით საიდუმლო საქმეებზე მონაწილეობა არ მიმიღია და აქედან გამომდინარე მე კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რამისი წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ იყოს იმახინჯი ამ შემთხვევაში. თუ იმას მიუყვებით ისევე და ამ შემთხვევაში საკანონმდებლოს მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, საკანონმდებლოს იმახინჯებზე ვლაპარაკობ, თუ იმას მიუყვებით და თუ ისევ იმას ვაკეთებთ, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, მაშინ არ ვიცი და თქვენს პროკურატურა ეს არის კანონით განსაზღვრული და კანონის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93 მუხლი, ასევე 54, მაგრამ 93 პირდაპირ ავალდებულებს პროკურატურას რომ გადამოქცეს ნებისმიერი მასალა. აქ არ არის საუბარი არც გრიფზე, აგიკითხავთ ნებისმიერი. აი თუ დათქმა არის აი წაგიკითხავთ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93 მუხლის მერვე ნაწილი. ბრალდებული სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან ერთმანეთს მისცენ იმ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა წარდგენას სასამართლოში ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები. ამით დამთავრდა საუბარი. აქ რო იყოს კანონმდებელი საერთოდ პროცესს თუ გადავავლებ, თუ რამე არის საგამონაკლისო უფლება ამ შემთხვევაში, დათქმას აკეთებს. თუ რამე სხვა არ არის კანონით გათვალისწინებული და შეზღუდვები არ არის. აქ პირდაპირ საუბარია ამაზე რომ უნდა გადმოცემთ. ხოლო რაც შეეხება პირველ წარდგენას ბრალდებულების სასამართლოში არის ახკვეთი ღონისძიების შეფარდება. ანუ ახკვეთ ღონისძიების შეფარდებამდე, როდესაც 48 საათიანი ვადა, ანუ 78 საათამდე ამოიწურება, მე მათმა უნდა გამოცემ ყველა მტკიცებულება. ეს არის. ცოტა ესადი. ბატონო? აი მერვე ნაწილი არის ეგ ბატონო. ბატონო? 93 განსაიდუმლოების ნაწილი უშლის თუ არა? არ უშლის. არა, პროკურატურამ რა არგუმენტი მოიყვანა? ეს ერთია, მაგრამ პროკურატურა უნდა საუბრობდეს კანონზე დაყრდნობით, ხო? ანუ კანონმდებელი გვეუბნება რომ უნდა მიცეთ. კანონმდებელი ეუბნება პროკურატურას და ავალდებულებს უნდა მიცეს, ხო? ახლა აქ საუბარი რომ რიფით საიდუმლო ადევს საქმეს, საუბარი იმაზე რომ ადვოკატს სეიფი არ აქვს, ეს უკვე არის კანონგარეშე საუბარი და მეტი არაფერი. არ არსებობს. არა პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, აგერ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მიმიქითო
პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, სადაწერია რომ თუ გრიპით საიდუმლოა საქმის მასალები, ამ შემთხვევაში არ გადაეცი. არ არსებობს არაფერი. მსგავსი არაფერი არ არსებობს. რო ყოფილიყო, როგორ გონიათ? გუშინ 1 საათიან განცხადებას პროკურატურა აი მას არ მოიხსენიებდა პირველ რიგში რომ ამის საფუძველზე არ ვაძლევთო საქმის მასალას. აი როგორ გონიათ ხალხ? დღევანდელი გადასახედიდან ამ საქმის ფინალი არის შემდეგნაირი, რომ დღეს მდგომარეობით ყველა მტკიცებულება, ბჭყალებში მტკიცებულება პროკურატურას რაც აქვს, არის დაუშვებელი მტკიცებულება. ამას ამბობს კანონმდებელი. შესაბამისად, თუ სასამართლო, აი ობიექტურობასაც არ გულისხმობს, თუ არ უარყოფს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ამ შემთხვევაში, ყველა მტკიცებულება უნდასწროს დაუშვებლად და დაუშვებელი მტკიცებულება თუ იქნება შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეც არ იარსებებს. ეს არის ამ საქმის პერსპექტივა სამართლებრივი, მე შემიძლია გითხრათ. არასამართლებრივად, ახლა პროკურატურის სტილში მე ვერ ვილაპარაკებ. მე მხოლოდ ლაპარაკობ კანონზე დაყრდნობით. ვალობთ.